თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის 6 მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა მიქაუტაძემ და მისმა ადვოკატებმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ამ პირების ჩვენება სადაო არ გახადეს, შესაბამისად მოწმეები აღარ დაიკითხნენ. პროცესზე გადაისინჯა რომეო მიქაუტაძისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიებაც. ყოფილი მაღალჩინოსანი კვლავ პატიმრობაში დარჩა. მიქაუტაძეს სახელმწიფო ბრალდება ბოროტად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენი, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადახდებას, სამწუხაროდ სასამართლო იღებს ასეთ გადაწყვეტილებას ყოველ ჯერზე. გამომდინარე იქიდან, რომ მიაჩნია, რომ არ არის ახალი გარემოება, რაც იქნებოდა საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შესრულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი გარემოება თუნდაც ის ფაქტით, რომ უკვე დაკითხულია მოწმეთა უმრავლესობა და აღარ არსებობს მათზე ზემოქმედების არანაირი საფრთხე, რომელიც სინამდვილეში თავიდანვე არ არსებობდა, თუმცა სასამართლომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, რომ ძალაში უნდა დარჩეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარმოადგენდა 6 მოწმე, სულ დარჩენილია დაახლოებით 40 მოწმემდე დასაკითხი. ასევე დღევანდელ სასამართლო პროცესზე გადასენჯულ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მოსამართლემ სრულიად სამართლიანად დატოვა ძალაში შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, რადგან საფრთხეები იმისა, რომ ბრალდებულმა შესაძლოა მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, შესაძლოა მიიმალოს კვლავ სახეზეა.